მეოთხე ტრადიცია. თითოეული ჯგუფი უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება სხვა ჯგუფებს ან მთლიანად ანონიმური ემოციონალების საზოგადოებას. თითოეული ჯგუფი უნდა იყოს ავტონომიური, მაგრამ რა იგულისხმება ამაში? განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ავტონომიური ნიშნავს დამოუკიდებელს ან თვითმმართველს. მასასადამი ანონიმური ემოციონალების თითოეულ ჯგუფს უფლება ეძლევა თვითმმართველობის და საკუთარი საკითხების თავად მოგვარების. ჯგუფს თავისუფლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და თავადვე მოაგვაროს საკუთარი პრობლემები. ასევე მას აქვს თავისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაატაროს შეხვედრები, გადაწყვიტოს როგორ დაიხარჯოს შეგროვებული თანხა და როგორ ითანამშრომლოს რეგიონში ანონიმური ემოციონალების სხვა ჯგუფებთან. თითოეულ ჯგუფს შეუძლია თავისი შეცდომების თავად დაუშვას და იმედი ვიქონიოთ, რომ ასევე თავადვე ისწავლოს მათგან. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჯგუფი სრულად არის პასუხისმგებელი როგორც საკუთარ წარმატებებზე, ისე წარუმატებლობებზე. თუმცა უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ გვყავდეს მმართველი ორგანო შესაბამისი უფლებამოსილებით, რომელიც დაადგენდა წესებს, რათა ანონიმური ემოციონალების ყველა ჯგუფი ერთნაირად მოქმედებდეს. სახიფათო არ არის პრეცედენტის დაშვება, რომ თითოეულ ჯგუფს მისცე უფლება, რაც უნდა ისაკეთოს. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება მე ამბოხები, რომლებიც ნორმებს არ დაემორჩილებიან. განა ინტერჯგუფებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება თავიანთი ტერიტორიის ფარგლებში მოქმედ ჯგუფებს განუსაზღვრონ, რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი. ყველა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არის არა. ბევრ ადამიანს წინააღმდეგობა უჩნდება, როდესაც კარნახობენ თუ რა უნდა გააკეთოს. თუ შეხვედრა დიქტატორულად მიიჩნიეს, არ დარჩებიან მასზე საკმარისი დროით, რათა რაიმე სახის გამოჯამრთელების გამოცდილება მიიღონ. სხვა ადამიანებისთვის კი მითითებების მიღება წარმოადგენს ბიძგს, რომ თავად არ იფიქრონ, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას თავი არიდონ საკუთარ პასუხისმგებლობას და ჯგუფში არსებული პრობლემები სხვას გადააბრალონ. ასევე ადამიანები შეიძლება გაღიზიანდნენ მათ მიმართ, ვინც წესებს ადგეს და გამოჯამრთელების პროცესში ესეც წინააღმდეგობა გამოდგეს. ანონიმური ემოციონალების თითოეული ჯგუფი თავისუფალია წარმართოს საკუთარი საქმეები ისე, როგორც სურს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება სხვა ჯგუფებს ან მთლიანად ანონიმური ემოციონალების ერთობას. ეს ნიშნავს, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჯგუფმა შეიძლება განახორციელოს და რომელიც ანონიმური ემოციონალების ერთობას უსიამოვნო რეპუტაცია შეუქმნის ან ადამიანებს გაუჩენს შეხვედრებიდან განცალკევების სურვილს. ეს გამონაკლისი ძალზე მნიშვნელოვანია და უკავშირდება პირველ ტრადიციას. ანონიმური ემოციონალების სრული ერთობის გარეშე ჩვენ არ გვექნებოდა პირადი გამოჯამრთელების გამოცდილება, რის შესაძლებლობასაც ეს პროგრამა იძლევა. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ჯგუფს ჰქონდეს უარყოფითი გავლენა სხვა ჯგუფებზე ან ანონიმური ემოციონალების მთელ ერთობაზე. თანამეგობრობა ძლიერდება, როდესაც ცალკეული ჯგუფები პატივს სცემენ სხვა ჯგუფებს და მოქმედებენ ისე, როგორც ერთობის ღირსეული წარმომადგენლები. ანონიმური ემოციონალების პროგრამის კონცეფციების გააზრება და შეხვედრებზე მათი დაცვა ხელს უწყობს ორგანიზაციას უარყოფითი გავლენის თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, გამოჯამრთელების პროცესში ჩვენი ყურადღება აუცილებლად 12 ნაბიჯზე უნდა იყოს კონცენტრირებული. თერაპიების, მედიკამენტების, რელიგიების განხილვამ ან პოპულარიზაციამ, აგრეთვე ლიტერატურის გამოყენებამ, რომელიც არ უკავშირდება ანონიმური ემოციონალების თემატიკას, შესაძლოა მხოლოდ დაგვაშოროს ჩვენს ერთადერთ მიზანს. თუ ჯგუფი სხვა საკითხებში ჩაერთვება, ჩვენ ვეღარ ვიქნებით ანონიმური ემოციონალების ჯგუფი. ანონიმური ემოციონალების ლიტერატურა და ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, რაც ჯგუფებს ეხმარება გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარონ საკუთარი საქმეები, ხელმისაწვდომია საერთაშორისო მომსახურების ცენტრში. ხელმისაწვდომია შემოთავაზებული შეხვედრის ფორმატი, ჯგუფების შექმნის გზამკვლევი, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად შეხვედრების ჩატარების გზამკვლევი, ინტერჯგუფების ჩამოყალიბების ინსტრუქციები და ჯანმრთელობის გამოფენების მოწყობის რეკომენდაციები. ასევე არსებობს რეკომენდაციები წინააღმდეგობების მქონე ჯგუფებისთვის, ჯგუფის თვითშემოწმების აღწერის ფორმა და ჯგუფში შექმნილი დარღვევების მოგვარების გზამკვლევი. სხვა კონკრეტული შეკითხვებისა თუ პრობლემების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო მომსახურების ცენტრს ან რეგიონალურ წარმომადგენელს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იდეებისა და არჩევების სახით არ არის მოწოდებული. საბოლოოდ გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ რა არის საუკეთესო კონკრეტული ჯგუფისთვის, ღებენ თავად ჯგუფის წევრები ჯგუფური ცნობიერების დახმარებით. ინტერჯგუფებს სამეურვო საბჭოსა და საერთაშორისო მომსახურების ცენტრის მიზანია დაეხმაროს ჯგუფებს და პიროვნებებს ემოციური გამოჯამრთელების პროცესში, ანონიმური ემოციონალების პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფით. მათი დანიშნულება ჯგუფების კონტროლი ან რეგულირება არ არის, თუმცა ანონიმური ემოციონალების ჯგუფებს, ინტერჯგუფებს, სამეურვო საბჭოს და საერთაშორისო მომსახურების ცენტრს აქვთ პასუხისმგებლობა მიუთითონ იმ შემთხვევებზე, როდესაც ჯგუფები უარყოფით გავლენას ახდენენ სხვა ჯგუფებზე ან მთლიანად ანონიმური ემოციონალების ერთობაზე. ანონიმურ ემოციონალებში მოსულს ემოციური გამოჯამრთელების გზაზე ეძლევა 12 ნაბიჯის პროგრამა, თუმცა თითოეულ წევრს თავად ეკისრება პასუხისმგებლობა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ეს ნაბიჯები საკუთარ ცხოვრებაში საუკეთესო შედეგის მისაღებად.
ანალოგიურად თითოეულ ჯგუფს ეძლევა 12 ტრადიცია, როგორც წარმატების გზამკვლევი. თითოეულმა ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ გამოიყენოს ეს ტრადიციები კონკრეტულ სიტუაციაში. კითხვები, რომლებიც შეიძლება დაუსვა საკუთარ თავს. პირველი. მონაწილეობ ჩვენი ჯგუფისთვის კეთილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თუ ამას სხვების საქმედ მივიჩნევ. მეორე. ვერები ანონიმური ემოციონალების სხვა ჯგუფების საქმიანობაში, როდესაც არ ვეთანხმები მათ მუშაობის წესს, მივდივარ თუ არა სხვა ჯგუფებში და ვცდილობ, რომ მათზე გავლენა ან კონტროლი მოვახდინო. მესამე. ითვალისწინებს ანონიმური ემოციონალების ჩემი ჯგუფი თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენმა გადაწყვეტილებებმა სხვა ჯგუფებზე ჩვენს რეგიონში, ჩვენს ინტერჯგუფში ან მთლიანად ანონიმური ემოციონალების ერთობაზე. ჩვენს გადაწყვეტილებებს დადებითი ან უარყოფითი გავლენა აქვს ანონიმური ემოციონალების ერთობაზე? მეოთხე, თუ ჩემი ჯგუფი პირველია, რომელსაც ახალმოსული ესწრება, შეიქმნება მას 12 ნაბიჯის პროგრამის შესახებ დადებითი აზრი, ყურადღებით მივყვებით გამოჯანმრთელების კონცეფციებს, ტრადიციებსა და ნაბიჯებს. მეხუთე, ვართ ჩემი ჯგუფი და მე ღირსეული წარმომადგენლები ყველაფერ იმისა, რაც არის ანონიმური ემოციონალების ერთობა.